ლაითურელი გელა აბაშიძის ნაკვეთში გაჩენილი ხანძარი წლების წინ მიწის თეობაზე დაწყებული კონფლიქტის გაღვივების მიზეზი გახდა. ლაითურელები იგორ ასკაროვს უკანონოდ მიწების მითვისებასა და საქარის ზონის გაჩეხვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად აღნიშნული საქმის გამოძიებაში წარმოებისა, გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ლაითურის მეექვსე რაიონში მცხოვრები გელა აბაშიძის ნაკვეთში გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ათეული ნარგავი დააზიანა. ასევე დაიწვა ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარსაცავის ზოლის ნაძვიც. აბაშიძე მომხდარ ფაქტში იგორ ასკაროვს ადანაშაულებს და მიზეზად მათ შორის წლების წინ დაწყებულ დავას ასახელებს. კონფლიქტის მიზეზი 4000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობია, რომელიც 2008 წლიდან გელა აბაშიძის საკუთრებაშია არსებული. თუმცა 2012 წელს მიწას ახალი მეპატრონე, შეპესე ოსკარის მფლობელი იგორ ასკაროვი გამოუჩნდა. დღეს ვეუნები რატო გააკეთეს და მე სპეციალურად გავაკეთე რომ საგაზაფხულო სამუშაოა და მე ჩემი ტერიტორია უნდა გადავწვა. მე უთხრა გამოძიებაში ხომ არ დადგინდება შენია თუ ჩემია, აქ ნარგავია, აქ კომპენსაცია შეიძლება თუ თქვენი დადგინდება, მე კომპენსაცია ვინ გადამიხდის კომისიას ვითხოვ მეთქი და მე არ მაინტერესებს. ასკაროვს როგორც აბაშიძე, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებიც მიწების უკანონოდ მითვისებაში და საქარე ზოლის გაჩეხვაში ადანაშაულებენ. ბევრჯერ მიმართეთ ჩვენ ოზურგეთის გამგეობას, ამის შესახებ, ამ ქარსაფარის ზოლების შესახებ, იმ უკანონოდ რო იძახიან შემოჭრა იმ მიწების შესახებ. ლაითურში ეს პრობლემა არის დაახლოებით 850 ოჯახთან. იმიტომ რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა პრივატიზაცია ნორმალური, ესე იგი ჩაიგდნენ უკანონოდ აი მიწები. ასკაროვი ყველა ბრალდებას უარყოფს, ამბობს რომ მიწა ყოველგვარი კანონის დაცვით შეიძინა და აბაშიძე მის კუთვნილ ტერიტორიაზეა შემოჭრილი. Мы получили официальное разрешение, чтобы спилить эти деревья. Разрешение я. Они обвиняют меня в воровстве. Что я украл? Они воруют здесь деревья. Дрова, рабочие нарезали дрова, они пришли украли. გელა აბაშიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურს კომისიის გამოყოფას თხოვს, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას გადაჭრილი. როგორც მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბახვა ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის გამოსაყოფად საჭიროა პიროვნება მათ სამსახურს შესაბამისი განცხადებით მიმართოს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვა არ შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით თუ მოქალაქე ან სადავო საკითხი თუ არის მოგმართავს განცხადებით, რაზეც რა თქმა უნდა გამოიყოფა კომისია, შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და ჩვენგან გამომდინარე აი გარკვეულ დასკვნას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და მივწერთ წერილობით, ვაცნობებთ. საქმე ძიებაშია, თუმცა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დავამ შესაძლოა უფრო სერიოზული სახე მიიღოს და შესაბამისად შედეგიც უფრო მძიმე აღმოჩნდეს.